აქცია სოფელ კირნაჩი საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე სოფლის მცხოვრებლები სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ 29 მაისს თურქმა მესაზღვრეებმა საზღვარი ნამდვილად დაარღვიეს, რასაც სასაზღვრო პოლიციაში არ ადასტურებენ. აქცია სოფელ კირნაჩი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ იყო ორგანიზებული. ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. თემაზე ლანა ძაძამია მუშაობდა. საზღვარი სრულ ინფორმაცია თურმე ჩვენ ბატონო აქ დავიბადე აქ გავიჯან აქ ვიცი მესაზღვრეები როგორ რას ვაკეთებ. სოფელ კირნაჩში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს დღეს გაგრძელება მოყვა. კირნათის მოსახლეობა თურქეთის საზღვართან კიდევ ერთხელ შეიკრიბა. რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტი გაიხსენა და მოქმედ ხელისუფლებას რეაგირებისაკენ მოუწოდა. ადგილობრივთა თქმით მიწის დამუშავების დროს თურქმა შეიარაღებულმა პირებმა საზღვარი დაარღვიეს და მათ კუთვნილი ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდეს. 3 დღის წინ მოხდა ესეთი ფაქტი, როცა ადამიანი შრომობს თავის საკუთარ საგანმიდამო ნაკვეთში და თურქის მესაზღვრეები დაახლოებით 10-15 თუ 20 რა მნიშვნელობა აქვს ბლოკადას უკეთებენ შუა საქართველოში რა ისე გამოდის რა საქართველოს გულში და ეუბნებიან რომ უნდა დაანებოს თავი იმ მიწის დამუშავებას და წავიდეს იქედან, რადგან ეს არის თურქეთის საკუთრება. კირნათი გაყიდა წინაეთავრობამ, ახალთავრობამ პადერში გამიცა და თურქების საზღვარი დაიღვა და შემეიჯდა ჩვენ ტერიტორიაზე. აქციაზე აჭარის მწერალთა კავშირის წევრებიც იმყოფებოდნენ. ვახტანგ ლონტმა და დავით თედორაძე მოქმედ ხელისუფლებას რეაგირებისაკენ მოუწოდეს. ვისაც ხელისუფლების და ეგების ძალიან მაღალი დონის ჩინოვნიკები უნდა ჩაერიონ და სახელმწიფო დონეზე თუ რამე არის გასაგები უნდა გაირკვეს. დღეს ამოვედი ამ მოსახლეობის მხარ დასაჭერად. ამათი გაჭირვება ხელისუფლებამ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა მიიტანოს გულთან და თუ ხელისუფლება თვლის რომ საზღვარი არ დარღვეულა, მაშინ იმ მიწების სანაცვლოდ სადმე გამოუყოს ამ ხალხს მიწა კომპენსაცია. აქცია სოფელ კირნაჩი საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ იყო ორგანიზებული. დავით თარხან-მოურავის თქმით, თურქმა მესაზღვრეებმა საზღვარი დაარღვიეს და მოსახლეობას იმ ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდეს, რომლებსაც ისინი 100 წელზე მეტი ამუშავებენ. დავით თარხან-მოურავი ამ თემაზე საუბრისას იქ მცხოვრები მოსახლეობის მონათხრობს ეყრდნობა. მისი თქმით, მომხდარი კაშხლის მშენებლობასა და მოქმედი ხელისუფლების უყურადღებობას უკავშირდება. დაირღვა თუ არა საზღვარი? მე ვეყრდნობი ადამიანებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ. როგორ შეიძლება სასაზღვრო პოლიციამ თქვას, რომ არა, როცა აქ 100 კაცი გეუბნება, რომ დაირღვა. ახლა მე გეუბნებით მეც, რომ აქ კამერები რაც იყო, რომელმაც დააფიქსირა დარღვევა. ეს კამერები 4 დღის წინ მოხსნეს და წაიღეს. და ხელისუფლება რატომ თქვენ როგორ ხედავთ? იმიტომ რომ ხელისუფლებას არ უნდა ეხა კონფლიქტი თურქეთთან და არ შეუძლია არა აქ უნარი რომ სააკაშვილის მიერ შექმნილა ეს ტრაგიკული ვითარება როგორღაც გამოასწოროს. საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტს არ ადასტურებენ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოუწოდებენ ყველას გადაუმოწმებელ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებენ.